უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი ამერიკული ფარას ზუსტი ასლია და ის ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული იქნება. ნინო არღულიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქეთი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკული ფარას ზუსტი ასლის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე კი დეპუტატებმა უკვე განიხილეს რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით, მათ შორის ერთ-ერთი არასამთავრობოებს უკავშირდებათ. რეგლამენტის მოქმედ რედაქციაში საუბარია, რომ არასამთავრობოების მონაწილეობა სავალდებულოა გადაწყვეტილებებში და სწორედ ეს იცვლება, მათ შორის ისეთ საკითხებში მათი მონაწილეობა სავალდებულოა დღეს, როგორიც არის საპროკურორო საბჭო, CSKO და ასე შემდეგ. მმართველი პარტია ამბობს, რომ ამ ცვლილებებით სავალდებულო აღარ იქნება და არგუმენტად ქართული ოცნების წევრები ასახელებენ მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რადგან მმართველი პარტიის განცხადებით არასამთავრობოების დიდი ნაწილი ფინანსდება უცხოეთიდან და მათი გავლით საქართველოში სწორედ ფინანსდება აქციები, რევოლუციების მცდელობები და ასევე დესტაბილიზაციის მცდელობები. დღეს ამ კანონპროექტის განხილვისას ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე ახსენა USAID, რომელიც სწორედ არასამთავრობოებს აფინანსებდა საქართველოში სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის. არა მხოლოდ USAID, NEDI, ანუ ამერიკის დემოკრატიის ფონდი და სხვა შესაბამისი ფონდები, როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში NGO სექტორის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით არათუ იმ კონკრეტული ქვეყნის, არამედ თვითონ შეერთებული შტატების გადასახადის გადახვდელის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს, როგორ ხდებოდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსება, მცდელობა რევოლუციების მოწყობის, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ წყაროდან ფინანსირდებოდა. ეს კანონი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკრძალებათ ზოგადად განხილვებში მონაწილეობა საკითხების გადაწყვეტის წინადადებების და დაყენება და ასე შემდეგ. ეს საკითხი არის ხელუხლებელი და NGO სექტორი ბუნებრივია კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობის იმ სტანდარტს, რომელიც ჰქონდა დღემდე. არასამთავრობო ორგანიზაციის და მის წარმომადგენელი არ შეიძლება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს და დღეს ჩვენ კანონში გვაქვს არაერთ კანონში ისეთი ჩანაწერები, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღების მანდატით არიან აღჭურვილები ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორც წესი უფრო მეტად რადიკალები ცდილობენ ყოველგვარი კეთილი საქმე და წინგადადგმული ნაბიჯი მონათლონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ემსახურება იმ მოცემულობას, სადაც სავალდებულოობა იყო კანონით განსაზღვრული NGO სექტორის მონაწილეობის. საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, CSKO-ს წევრი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ასეთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც თავისი არსით სახელმწიფოს პრიორიტეტია, მისი მანდატია, რომელიც მან საზოგადოება მიანიჭა ამ საკითხების გადაწყვეტაში, ცხადია, რომ არასამთავრობო სექტორი უცხოეთიდან ფინანსდებოდა, არ წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცავ ხმას და პირიქით ხშირ შემთხვევაში და უმეტესწილად ეს იყო სწორედ უცხოეთის იქაური ორგანიზაციების ან სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვერანაირად ვერ წაადგება. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონპროექტის განხილვა, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში, მანამდე კი ფარას ზუსტ ასლთან დაკავშირებით მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები. მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს ამ კანონის მიღება ქვეყანაში სპეკულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საბოლოოდ დაასრულებს და ის ქართულ გამჭვირვალობის კანონზე ბევრად მკაცრია. საუბარია იმაზე, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა პროცესები პატიმრობამდეც მივიდეს, ასევე საუბარია იმაზე, რომ კანონი გავრცელდება არა მხოლოდ იურიდიულ პირებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც იქნება გამონაკლისები და ასევე მნიშვნელოვანია აქ, რომ კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროზე გადავა ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი. კანონს იღებ იმიტომ, რომ იცოდეს ხალხმა, ვინ რა თანხით მანიპულირებს და კონკრეტულად რას აკეთებს. არის ეს პროგრამები ხალხისთვის და ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო, თუ არის იმითკენ მემართული, რომ როგორმე თბილისის ქუჩებში სისხლი დაიღვაროს.
სამწუხაროდ მეორე ვერსია არის რეალობა და დავინახეთ არაერთი ადამიანი ჩამოვიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც საიდანაც ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროგრამები იმისათვის, რათა ჩვენთან დესტაბილიზაციას იყოს გამუდმებული და შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. დასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რესურსი არის გამჭვირვალობა. იმისათვის, რათა დაუპირისპირდე ესეთ საქციელს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. არა, თითქმის ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას უცხოური გავლენებისგან, ასევე კანონმდებლობაში არაერთხელ შევიდა დამატებითი ცვლილებები და რა თქმა უნდა არის ის კანონი, რომელიც ყველაზე კარგად იცავს უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გამოწვევის ფონდო, რომელიც აუჩენს ქვეყანას, მივიღოთ ფარას ანალოგი, სიტყვასიტყვით იყოს ნათარგმნი ფარა და რა თქმა უნდა მორგებული იყოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ჩვენ მხარს დაუჭერთ ქართული ოცნების ამ ინიციატივას ხალხის ძალა გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დარჩეს არანაირი სპეკულაციების ველი. და ფარას კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს მარტო თეორიის დონეზე კი არ არის დამტკიცებული. პრაქტიკულად დაამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ უსაფრთხოების აუცილებლობა. კანონპროექტების განხილვა რამდენიმე წუთში უნდა დასრულდეს, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს პარლამენტში იქნება კენჭისყრები.